საღამოშვიდობისაგ მადლობთ რომ გვიყურებთ. დღევანდელ მატრიცას აგრარულ უნივერსიტეტზე საუბრით დავიწყებთ. განათლების სამინისტროს ყველა განცხადების მიუხედავად, რომ უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის აღდგენა არსებული დარღვევების აღმოფხვრისთანავე მოხდება, აგრიუნის, როგორც მას უწოდებენ სტუდენტები და პედაგოგები საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ ჩქარობენ და სამინისტროსგან ავტორიზაციის საბჭოს დასკვნის უპირობო გაუქმებას მოითხოვენ. თავისთავად 200 სტუდენტისთვის მათი სასწავლებლისთვის ავტორიზაციის გაუქმება სასიამოვნო ვერ იქნება. თუმცა ის, რომ საპროტესტო მოძრაობაში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან ნაციონალური მოძრაობისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე რომ არავინ ცდილობს არსებული დარღვევების გამოსწორებას და არავინ ცდილობს დაელოდოს სასამართლო დასკვას ამ საქმესთან დაკავშირებით, იწვევს ეჭვს, რომ სინამდვილეში პროცესი უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მატრიცაში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი დავით თამარაშვილი. საღამოშვიდობისა დავით, დიდი მადლობა მოსვლისთვის. ჩვენ მივიღეთ პროცესი, რომელიც დაიწყო როგორც ბრძოლა განათლების უფლებისთვის, თუმცა სულ უფრო და უფრო ემსგავსება რაღაც პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ზოგადად, თქვათ, რაღაც ორ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის ბრძოლას წააგავს. დაგეთანხმებით. ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ ავტორიზაციის მინიჭების საკითხი ეს არის უნივერსიტეტისთვის პროცედურული თემა. ამიტომ ამ საკითხის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ჭრილში გადატანა თვითონ აგრარული უნივერსიტეტის, განსაკუთრებით კახა ბენდუქიძის მხრიდან მოხდა. და ეს თემა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეწოდათ ძალიან ტენდენციურად. მოდი, სადღაც გავიგოთ თვითონ საბჭოს დასკვნაში რა წერია. ის დარღვევები, რომლებიც საბჭომ აღმოაჩინა, უბრალოდ მონიტორინგის ჯგუფმა აღმოაჩინა, იძლევა თუ არა სამართლებრივ საფუძველს იმისთვის, რომ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭომ გააუქმოს ავტორიზაცია აგრარული უნივერსიტეტის. ის რაც ავტორიზაციის საბჭომ, ესე იგი, მიიღო გადაწყვეტილება, ეს ფაქტიურად კი არა, სამართლებრივი კანონზე დაფუძნებული წესებით მიიღო. ეს გადაწყვეტილება ფაქტიურად გახდა მერე ეს იცოდა აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, იცოდა თვითონ კახა ბენდუქიძემ, რომ ეს ასე მოხდებოდა, თუ ერთი ნაწილიც კი არ დაკმაყოფილდებოდა. მოდი რა აუხსნათ ჩვენ მაყურებელს, როგორ მოქმედებს ეს საბჭო? არსებობს რაღაც კრიტერიუმების ჩამონათვალი, რასაც უნდა აკმაყოფილდეს კონკრეტული სასწავლებელი. ეს ავტორიზაციის წესებია დადგენილი. ეს წესები დადგენილია ვარდისფერ ეპოქაში და ეს ავტორიზაციის საბჭოს ძირითადი ნაწილი მაშინდელი დაკომპლექტებულია. ესეც მნიშვნელოვანი გარემოება ამ სიტუაციაში და ესე იგი ისეთი წესებია, რომ ერთი პუნქტის რომ იყოს დარღვეული, უნდა შეჩერდეს ამას არ აქვს უფლება, რომ ესე იგი ეს ამაზე თვალი დახუჭოს. ამიტომ შესაბამისად მოხდა ეს გადაწყვეტილება, აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმდა ეს რა ქვია ავტორიზაცია. თქვენ თვლით რომ საბჭო ამ შემთხვევაში სრულიად კანონიერად იმოქმედა ამ შემთხვევაში. მეორე მხარეა, რომ რამდენად ავტორიზაციის წესები რამდენად ადეკვატურია არსებული იმას სიტუაციაში. და ამ ნაწილის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არ არის სამართლიანი ამ შემთხვევაში. კაცო, ხშირად მსმენია რომ ამბობენ, რომ თუ თქვა საბჭო ასე ამ კრიტერიუმებით მიუძღება სხვა უმაღლეს სასწავლებლებს, თქვა ქვეყანაში მათაც უნდა შეუჩერდეთ მაშინ ავტორიზაცია. რამდენად ხშირად ირღვევა ის უბრალოდ ზოგადად ეს? ისე არის. იყო გასულ წელსაც იყო არაერთი შემთხვევა უნივერსიტეტებს, არაერთ უნივერსიტეტს, მათ შორის ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტს, სტასუს და ასე შემდეგ შეუჩერდათ, მაგრამ ამ ხელმძღვანელობამ შეძლო ეს პროცედურები გამოესწორებინა და მიიღეს ეს ავტორიზაცია. აღუდგინეს, კი. ეს არის მუშა პროცესი და არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკურ პროცესთან. ეხლა აქ ძალიან საინტერესო ის არის, რა ქვია, მომენტი, როდესაც ფაქტიურად დამოკიდებულება გამოჩნდა, ეს ცუდი ფაქტი მოხდა. იმიტომ რომ აქ გამოჩნდა აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის
განსაკუთრებით კახა ბენდუქიძის დამოკიდებულება აგრარული განათლების მიმართ და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების მიმართ. და აქ გამოჩნდა მოქმედი მთავრობის და განსაკუთრებით გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება აგრარული განათლების მიმართ და აგრარული უნივერსიტეტის რა გამოჩნდა? გამოჩნდა ეს საინტერესო რამ. კახა ბენდუქიძე აქტიურად აი ეს პროცედურა, რომელიც ჩვეულებრივი ფორმალური პროცედურა გამოიყენა და გამოიყენა ეს პროცედურა იმისთვის, რომ ტენდენციურად არ გააკეთა, პრინციპულად არ შეასრულა ეს ავტორიზაციის წესები. უნივერსიტეტის სტუდენტობას მიაწოდა ტენდენციურად იმ ფორმით, რაც მას აწყობდა და სტუდენტებმაც ფაქტიურად აქტიური თაობა ეს ძალიან საინტერესო და ძალიან ჯანსაღი თაობა. ამათ ეს ვერ ისაქნეს და გამოხატეს ეს პროტესტი. ეს სამართლიანია. იმიტომ რომ თუ კი მართლა სამინისტრო პოლიტიკურ მოტივში მიიღებდა ბენდუქიძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ეს უნდა გაპროტესტდეს. ესეა, მაგრამ აქ იყო სხვა რამე. პირადად გიორგი მარგველაშვილს მიაყენა კახა ბენდუქიძემ, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა მიაყენა, დათრგუნა ეს ადამიანი, დისკრედიტაცია გაუკეთა. ეს არის და ნიუანს დავაკვირდეთ. მთელი გუნდი წინა ხელისუფლების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რო იყო შოთა უტიაშვილი, ხატია დეკანოიძე, ეს მთელი ეს ჯგუფი ფაქტიურად აღმოჩნდა აი ამ პოლიტიკურ პროცესში, ასე ვთქვათ, დაუპირისპირდა გიორგის. პირველ რიგში აღმოჩნდა, რომ ყველა ეს ადამიანი რატომღაც მუშაობს აგრარულ უნივერსიტეტში. ხო. არც ერთი მეცნიერი არ გამოსულა ჩვენ და სამწუხაროდ. ასეთ დროს, როცა არის რიგითი შემთხვევა და ავტორიზაციას უჩერებენ, ამ დროს სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლების ერთად არიან, ხო, ლოგიკურია ეს. და აქ პროფესორ-მასწავლებლები საერთოდ არ არიან. აქ არიან ეს პოლიტიკური გუნდი. ამას თავიდანვე ამას მიეცა პოლიტიკური დატვირთვა თვითონ კახა ბენდუქიძის მხრიდან და ეს არის არასამართლიანი, ეს არის მანიპულირება, სტუდენტების მანიპულირება. აი ამ ჯანსაღი თაობის მანიპულირება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ. მინდა კითხოთ თვითონ აგრარულ უნივერსიტეტზე. მართლაც რაღაცეები ამ უნივერსიტეტში შეიცვალა მას შემდეგ, რაც ის გახდა, თქო, კახა ბენდუქიძის საკუთრება. მართლაც არავინ დაობს და ალბათ ვერავინ ვერ იგავებს იმაზე, რომ თქო, გამოსწორდა იქ რაღაც შეიღება, გარემონტდა, შეკეთდა და ასე შემდეგ. თუმცა მუდმივად ისმის, თქო, მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ უნივერსიტეტმა მაინც რაღაც გარკვეულწილად თავისი ფუნქციები, აგრარული უნივერსიტეტის ფუნქციები დაკარგა. რამდენად არის დღეს ეს უნივერსიტეტი აგრარული უნივერსიტეტი? არა, ვერ ვიტყვი, რომ ფუნქციები დაკარგა, უბრალოდ აქ უნდა ესეთი ობიექტური შეფასება მივცეთ. მართლა გამოსწორდა ის ინფრასტრუქტურა, რაც წინა წლებში იყო. ესე იგი ძალიან თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით გამოსწორდა, მაგრამ ეს არის ინფრასტრუქტურის ნაწილი. ეს კარგად მოწყობილი ლაბორატორია, აუდიტორია, შენობა, მოედანი და ბიბლიოთეკა და ასე შემდეგ. ეს არის ნაწილი საერთო სისტემაში. და აქ არის ერთი ხაზგასასმელი მომენტი. აკადემიური პერსონალი, რომელზეც ჩვენ და საერთოდ აგრარული სექტორი, ასე ვთქვათ, დღეს მოდი გადახვევას გავაკეთოთ. აგრარული სექტორი დღეს საჭიროებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს. და ეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უნდა მოამზადოს აგრარულმა უნივერსიტეტმა. თუ აგრარულ უნივერსიტეტში არ არის ჯანსაღი აკადემიური პერსონალი, შესაბამისად კარგი სპეციალისტი ვერ მომზადდება. აგრარული სექტორის ეს გამოწვევა ვერ დაკმაყოფილდება. გასაგებია ხო ეს? აკადემიურ პერსონალთან ამ თვალსაზრისით პრობლემა აქვს უნივერსიტეტში. ძალიან დიდი პრობლემა აქვს, იმიტომ რომ იქ მოქმედ მეცნიერებს პრაქტიკულად არ აქვთ თავის რეალიზაციის შესაძლებლობა. იქ დღესაც მოღვაწეობენ გამოჩენილი მეცნიერები.
და აი ამ ადამიანებს იქ არ აქვთ სტაბილურობის განცდა. ეს არის ფაქტი. და აი ამ ეს არის რა ქვია ცოდნის ფონდმა არაერთხელ გამოაცხადა საგრანტო კონკურსები და მოქმედი თუ განთავისუფლებული თანამშრომლების მხრიდან არ არის აქტიურობა ამ ფონდიდან დაფინანსების მიღების მოთხოვნაზე. რატომ და არ აქვთ ნდობა თვითონ პიროვნულად კახა ბენდუქიძის მიმართ. იმიტომ რომ როცა დაიწყო რეფორმა, საკადრო რეფორმა, აი მაშინ ბევრი ადამიანი დათრგუნეს და უსამართლოდ გაანთავისუფლეს. იქ იყო რამდენიმე ადამიანი, რომელიც მათ, ასე ვთქვათ, გარემოცვის ნაწილი იყო და ამ გარემოცვაზე დაყრდნობით მიიღეს ესა თუ ის ამა თუ იმ მეცნიერის განთავისუფლება. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვა აგრარული უნივერსიტეტი უფრო პოლიტიკური ორგანოა, ვიდრე აკადემიური ამ შემთხვევაში? პოლიტიკური, ამაზე ცოტა შემდეგ ვიტყვი, აკადემიური პერსონალის ის დონე, რომელიც დღეს სჭირდება ქართულ ბიზნესს და საჯარო სექტორს, პრაქტიკულად ამ აკადემიური რესურსით და ასეთ ვითარებაში არ დაკმაყოფილდება. ვერ მომზადდება. აქ არის თქვენ იცით რომ კახა ბენდუქიძე და მისი გუნდი არის ნეოლიბერალური მიმართულების პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი ხალხი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ძალიან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდათ წინა წლებში აგრარული სექტორის მიმართ. და შესაბამისად აგრარულ უნივერსიტეტში გატარებული საკადრო რეფორმა იყო აი ამ პოლიტიკურ იდეოლოგიის ჭრილში ჩატარებული. ეს ძალიან ცუდი ის არის, რა ქვია, იმიტომ რომ მეცნიერება და აკადემიური ნაწილი, ინტელიგენცია თავისუფალი აზროვნების ხალხია. თავისუფალ აზროვნების მქონე ადამიანებს, როცა ამა თუ იმ ორგანიზაციაში არ აძლევენ ასპარეზს და ამით თგუნავენ და მათი ბერკეტებს იყენებენ პოლიტიკური ნიშნით დაყოფა დაიწყო თვითონ აგრარულ უნივერსიტეტში. საკადრო რეფორმამ ფაქტიურად აგრარულ უნივერსიტეტს გადაფარა ის კი კარგია ის ინფრასტრუქტურა, მაგრამ არა მთავარი. იმიტომ რომ აკადემიური პერსონალი განსაზღვროს უნივერსიტეტის დონეს. თუ იქ მეცნიერება არ იქნა, თუ იქ კვლევები არ იქნა, მეცნიერი რას აკეთებს? აკეთებს ცოდნას ქმნის, ახალ ინფორმაციას ქმნის და რაც უფრო აქტუალურია ეს ინფორმაცია, რაც უფრო ჯანსაღია და რაღაცა ეს დონეა, ეს სამეცნიერო სკოლები სხვანაირად როგორ ჩამოყალიბდება, თუ არ იქნა კვლევა. და ეს სამეცნიერო კვლევითი რგოლი კახა ბენდუქიძემ თავიდან ბოლომდე ჯანსაღი ნაწილი ძალიან დათრგუნა და დატოვა ის ნაწილი, რომელიც ადვილად მართვადია. პრაქტიკულად ჩვენ მივიღეთ ვითარება, როგორც თქვენ ახსენეთ, რომ ერთის მხრივ სტუდენტებს იყენებენ პოლიტიკურ იარაღად და მეორეს მხრივ სტუდენტებს არ აძლევენ იმ განათლებას, რომელიც მათ უნდა მიიღონ. ანუ აგრარულ უნივერსიტეტში ბევრად მხოლოდ ის კომპონენტი, რომ აი ვინც ახლა მესამე, მეოთხე კურსებზე არის, მათ ისინი მოესწრნენ იმ დანგრეულ აუდიტორიებს და ინფრასტრუქტურას. და მათ ეს როცა კარგ გარემოში სწავლობ, ეს კარგია. მაგრამ როდესაც და კარგ გარემოში ადამიანის სხვანაირად გამოიყურება, ხო, ეს ინფრასტრუქტურა, ეს ლაბორატორიები და ეს ერთი მხარეა, კიდევ ვიმეორებ. აქ არის მთავარი აკადემიური პერსონალის ინტელექტუალური დონე. ეს არის მთავარი კრიტერიუმი და მთავარი მოთხოვნა დღეს ქართული ბიზნესის აგრარული უნივერსიტეტის მიმართ. ერთადერთი აგრარული უნივერსიტეტის მიმართ. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდოდა ერთ თუ არ გვაქვს საშუალება ამის. ფაქტიურად მოხდა პროცედურულად ძალიან უცნაური რამ. 17 დეკემბერს, გასული წლის 17 დეკემბერს, თუ 18 დეკემბერს მიმართა აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომელთა მცირე ჯგუფმა ავტორიზაციის საბჭოს. ამ საბჭო ეს როცა საბჭოში შედის ასეთი საჩივარი, საბჭო ავტორიზაციის განათლების ხარისხის ვალდებულია შევიდეს შეამოწმოს ეს დარღვევები. ხომ ასეა? უნდა აღასრულოს ეს შესწავლა უნდა გააკეთოს. 3 იანვარს მოხდა ეს. შემდეგ 28 იანვარს უკვე დაიდო დასკვნა და მიეცა რეკომენდაცია უნივერსიტეტს, უკვე ცნობილი იყო ის დარღვევები, რაც არსებობდა.
შემდეგ ეს ნაწილი გამოასწორა თვითონ აგრარულმა უნივერსიტეტმა, მაგრამ თუმცა დარჩა იქ რაღაც ხარვეზები და თებერვლის ბოლოს ამათ კიდევ ხარისხის განათლების ხარისხის ცენტრმა მისცა კიდევ ეს დამატებითი დრო მის გამოსასწორებლად. თუმცა აქ უკვე აღარ მოხდა ეს მომენტი, ფაქტიურად გადავიდა უკვე მაშინვე პოლიტიკურ ჭრილში და ეს უკვე დღეს ნათლად ჩანს, რომ აი ეს პროცედურული ნაწილი, რომელიც აი კახაბენდუქიძე რო არა ყოფილიყო, ეს ვალდებული იყო ისედაც შეესრულებინა უნივერსიტეტს. ეხლა იმის თქმა, რომ პრინციპულად ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ეს არის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ძალიან ცუდი ფაქტი. თქვენ ფიქრობთ, რომ უნივერსიტეტის სახელმწიფო ცდილობს სტუდენტის უფლების დარღვევის უფლება არც არც კახაბენდუქიძეს აქვს და არც დათო თამარაშვილს არ აქვს. უნდა ითქვას სიმართლე, უნდა იცოდეს სტუდენტმაც და საზოგადოებამაც სიმართლე, თორე ესე რომ ინფორმაციას როგორც გინდა, როგორც ჭრილშიც გინდა გაატარო, ეს არის ძალიან ცუდი. აი ის თაობამ რა დააშავა? ძალიან ჯანსაღი თაობა, რომელიც არ ვიცი, მე აგრარული უნივერსიტეტი დავამთავრე და ის ეროვნული მოძრაობის შემდეგ აი ასეთი მრავალრიცხოვანი გამოსვლა აგრარული უნივერსიტეტს არ ქონია. აქტიური თაობა. მე გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც ასე აგრესიულად ექცევიან სტუდენტები, მე არ მინდა ახლა გიორგის დამცველად გამოვიდე. გიორგი ყველა თაობის საყვარელი ლექტორი იყო. იმდენად კარგი დადებითი პიროვნება. თვითონ ჯიპაში ასწავლიდა ეს ლექტორი იყო. ჩავიდა ჯერ აგრარულ უნივერსიტეტში მივიდა. ესაუბრა, მათი ის მოისმინა პოზიციები. შემდეგ ამ ხალხმრავალ იმაში, რა ქვია, სტუდენტებში ჩავიდა. კაცური მინისტრობას თავიდანვე კაცური ღირსებაა ეს, რომ ჩავიდა ამდენ ხალხში და თავისი, ესე ვთქვათ, გულისტკივილი გაუზიარა და ეს ჯგუფი შემოიყვანა და ესე ვთქვათ, მხარდაჭერა მისცა ყველანაირად. იმის შემდეგ ასეთი მოვლენების ასე განვითარება არ არის ეთიკური რა. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობ, ჩვენ ამის უფლება არ აქვს. ძალიან დიდი მადლობა. დავით ამარაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი იყო, მატრიცის სტუმარი, გადაცემის შემდეგ ნაწილში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების აღდგენის მცდელობის პარალელურად თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პირველი პირი მოსკოვს სტუმრობს. მატრიცაში ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. რეკლამის შემდეგ. თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის მოსკოვში სტუმრობამ და უფრო მეტად კი დახვედრამ, რომელიც მას რუსეთის პრეზიდენტმა მოუწყო, უკვე წარმოქმნა ეჭვი იმის შესახებ, რომ ჩრდილოელი მეზობლის ამგვარი ქმედება ერთგვარი პასუხია საქართველოს პარლამენტის რეზოლუციაზე, რომელშიც ქვეყნის დასავლური კურსისადმი ერთგულებაა დეკლარირებული. თუმცა ექსპერტთა ნაწილი პუტინთან ქვაბის შეხვედრას უფრო მეტად რუსეთის ახალ საგარეო სტრატეგიის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის განმტკიცებასა და საერთაშორისო აღიარების უზრუნველყოფის პერსპექტივებს ითვალისწინებს. ქართულ-აფხაზური პერსპექტივების შესახებ კი მატრიცაში ჟურნალისტი თენგიზ პაჭკორია. საღამოშობისა თენგიზ მადლობა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მოხდა, რატომ შედგა ეს შეხვედრა, რაიმე ოფიციალური მიზეზი თითქმის ამისთვის არ არსებობდა, თუმცა ჩადის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი მოსკოვში, მას ხვდება რუსეთის პრეზიდენტი და კიდევ ერთხელ პირდება, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს მათ დამოუკიდებლობას, მათ სუვერენიტეტს. მადლობთ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებლებს, მათ შორის იმათ, ვინც გაგრაში და სოხუმში გვიყურებს და გვისმენს, მივესალმებით ჩემ ნათესავებს, გაგრაში, გუდაუთის რაიონში ცხოვრობენ ისინი, ზოგი აფხაზი, ზოგი ქართველი. მინდა გითხრათ, რომ აქ მარტო ფიქრი არ შველის საქმეს, იმიტომ რომ აქ საუბარია კონკრეტულ სიტუაციაზე და კონკრეტულ ახალ ტენდენციებზე, რომელიც გამოიკეთა ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს. მე ხშირად მაქვს ურთიერთობა ჩემ აფხაზ კოლეგებთან, ბევრ აფხაზ მოღვაწესთან, სკაიპით, ტელეფონით, ინტერნეტით, სხვადასხვა სხვა საშუალებებით. ხო და მინდა გითხრათ, რომ წინა შეხვედრის დროს, წინა შეხვედრის შემდეგ, ანქვაბ პუტინის შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე თვის წინ, ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს ჩემმა მეგობრებმა, რომ სოხუმში გავრცელდა პოლიტიკურ კულუარებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვითომ უთხრა ალექსანდრე ანქვაბს ბოლო წინა შეხვედრის დროს,
пора уже договариваться с грузинами, иметь это в виду. Ახლა ეს არავინ არის ზუსტად ასე იყო თუ არა, არც ერთი აფხაზი ვერ დაურეკავს პუტინს და მე არ მქონდა მის საშუალება რომ ვკითხო, რასაკვირველია შეიძლება ეს კითხო თვითონ ალექსანდრ ანქვავს, მაგრამ ტელეფონით ამაზე არ გიპასუხებს, თუმცა მე მას ვიცნობ დიდი ხანია, 24 წელია. მინდა გითხრათ რომ სანამ გადავიდოდით პატარა შეფასებებზე იმ ინფორმაციაზე რომლის მე გამაჩნია, მინდა უთხრა მაყურებლებს, მათ შორის პოლიტიკურ ელიტას და სხვადასხვა მოღვაწეებს, ვინც არის ჩართული პოლიტიკაში და რიგით მოქალაქეებსაც, ალექსანდრ ანქვაბი არის ერთ-ერთი ყველაზე პრაგმატულად მოაზროვნე აფხაზი მოღვაწე, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი აფხაზი, 94 წლიდან 2003 წლამდე ცხოვრობდა მოსკოვში, იმიტომ რომ იყო ოპოზიციაში არძიმასთან და ვერ ჩადიოდა სოხუმში, აფხაზეთში სხვადასხვა მიზეზების გამო, იყო დაკავებული ბიზნესით, მათ შორის ქართველებთან ერთად ჰქონდა ბიზნესი და თვითონაც აღიარა, როცა დაბრუნდა აფხაზეთში 2004 წელს, როცა მან შეიტანა უდიდესი წვლილი რომ ბაღაბშო მოიგო პირველი არჩევნები დაამარცხა არძიმას გუნდი, მან აღიარა რომ მე იმისთვის კი არ ჩამოსულა რომ აქ დიდი ხელფასები მივიყო, დიდი ფული გავაკეთო, თავის ხელფას დამლაგებელს აძლევს. ამიტომ რომ მე იმდენი ფული მაქვს, რომლის ყოფნიცო ჩემ ოჯახს, ჩემ ნათესავებს 30 წელი კიდევ რომ საერთოდ არ ვიმუშაო. ანქვაბი არის ერთ-ერთი ძალიან პრაგმატულად მოაზროვნე მოღვაწე. დიახ, ის არის ნაციონალისტი, ის არის სეპარატისტი, მაგრამ ის არის სიტყვის კაცი. ასე იცნობენ მას თბილისში, ვინც იცნობდა მას 80-იანი წლებიდან, 9 წელს მუშაობდა თბილისში, 90 წლამდე. ჯერ მუშაობდა ცეკაში, მერე შინაგან საქმეთა სამინისტროში, იყო მინისტრის მოადგილე და პოლიციამმართველობის უფროსი, начальник политотдела МВД Грузии, სერიოზული პოსტი იყო და სხვათა შორის ის სხვა აფხაზი მოღვაწეებისგან განსხვავებით ყოველთვის ამას აღიარებდა. მათ შორის 2-3 წლის უკან ერთ-ერთი ინტერვიუში თქვა რომ я горжусь тем, что я 9 лет работал в Тбилиси, у меня там немало друзей. გასაგებია რომ პოლიტიკური შეხედულება და სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით იმას არ ეშინია ამისთვის. ასეთი აღიარებები ყველაფერი გეტყვით ახლა რატომ გეუბნებით მე რომ ის არის სიტყვის კაცი ახლა როცა მე ამას ვეუბნები მათ შორის პოლიტიკოსებს და ჩემ კოლეგებსაც აი ეს ასეთი იარლიყების მეწებება მარიონეტი ასე შემდეგ ასე პირადად ანკობს ეს არ ეკუთვნის დიახ გეუბნებით კიდევ ერთხელ ვის არის ნაციონალისტი სეპარატისტი აფხაზების თავისი ჭკუით კაგების ინტერესების დამცველი მაგრამ ის არის ძალიან რთულად მართვადი კაცი მათ შორის მოსკოვშიც არენდობოდნენ და ახლაც არენდობიან ბოლომდე იმიტომ რომ თვლიდნენ რომ ის ვითომ არის პროქართული ორიენტაციის სინამდვილეში პროქართული ორიენტაციის ის არ არის რასაკვირველია მაგრამ ის არის ზომიერად და სერიოზულად მოაზროვნე პიროვნება რომელსაც და მის გუნდს შეუძლია ბევრი რამეს გაკეთება თუ შეიქმნა შესაბამისი ფონი ამისთვის საქართველოს-რუსეთ ურთიერთობების პროცესის დაალაგების პროცესში შეიძლება შეიქმნას ეს ფონი საქართველოს და რუსეთი მოდი ვთქვათ ურთიერთობების დაალაგებაზე საუბარი ნაადრევია და შეიძლება უადგილოს არის ამაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის თუმცა რაღაც ტენდენციები გამოიკვეთა ხო თქვა ეკონომიკური კავშირები კულტურული კავშირების აღდგენა თუ აღდგენის ცდელობა ჩანს და ზუსტად ახლა ჩადის ანქვაბი მოსკოვში და ზუსტად ახლა პუტინი კიდევ ერთხელ უდასტურებს მას რომ ის მხარს დაუჭერს მათ დამოუკიდებლობას. ფიქრობთ რომ სოხუმში არსებობს გარკვეული შიში რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკების ფონზე რომ თქვა რუსები მათ გაყიდიან? აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში არის რამდენიმე ასეთი ტენდენცია. პირველი ნაწილი თვლის რომ ეს მათთვის ძალიან საშიშია რომ თუ რუსეთი და საქართველო მოელაპარაკონ ამას აღიარებენ მათ შორის ტენდენციები პრესაში აფხაზურ პრესას მე ვკითხულობ და იქ აშკარად შეიმჩნევა რომ ერთ ნაწილს ეშინია. მეორე ნაწილი ამბობს რომ როდემდე უნდა ვიყოთო ასეთ მდგომარეობაში, გაურკვეველ სიტუაციაში, იციან რომ საქართველოს და ქართველი ხალხი და საქართველოს არც ერთი ხელისუფლება идеяში არ შეეგუება ამას და ამიტომ იციან რომ они в подвешенном состоянии როგორც იტყვიან და ამიტომ ისინი ამბობენ რომ როგორმე რაღაცა ფორმით უნდა მოხდეს ამ პროცესების მოგვარება რასაკვირველია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაალაგების ფონზე ერთ მაგალითს მოგიყვანთ 2 წლის წინ ველაპარაკე ძალიან ძლიერ ერთ-ერთ აფხაზ პოლიტიკურ მოღვაწეს ახლა ის უკვე ფაქტიურად ჩამოშორდა მაგრამ დიდი გავლენა აქვს პოლიტიკურ წრეებზე ტელეფონი ძალიან გაუკვირდა რომ დაურეკე რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ და მითხრა გადაეციო იმ პოლიტიკოსებს ვისაც შენ იცნობო და ვისაც მე ვიცნობო კარგად იფიქრონო სანამ რამეს იტყვიანო
რუსეთთან მიმართებაში და აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე. იმიტომ რომ თქვენზე არისო ძალიან ბევრი დამოკიდებული. საქართველოს ეს 2 წლის უკან იყო. მე ვკითხე, თქვენ რაში გაინტერესებთ ეს? თქვენ ხომ უკვე წახვედით მეთქი. ახლა მე მინდა შევიყვანო აზარში, ხომ წახვედით, ხომ გამოიყავით პროვოცირებას უკეთებ. სად წავედით, აქ არა ვარ თუ ახლოს. და შეიძლება ყველა ამ პრობლემის მოგვარი, როგორ შეიძლება დისტანციაზე ვიცხოვროთ მეთქი? არა, ერთად შეიძლება ცხოვრება კარგი სერიოზული მუშაობა, მათ შორის რუსეთთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან. რასაკვირველია ეს გლობალური საკითხია, მაგრამ აი ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათმობის რაღაცა პატარა ტენდენციები ერთ ნაწილს აშინებს, მეორე ნაწილი არ არის ამის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ისინიც დაიღალნენ. და მეორე შიდა პრობლემები არის პირველ რიგში აფხაზი გენოფონდის შენარჩუნების. ამაზე პირდაპირ წერენ როგორც მეცნიერები, ისე პოლიტიკური მოღვაწე, მათ შორის ანქვაბის ოპოზიციაც. და რეალურად დღეს აფხაზეთში ცხოვრობს სხვადასხვა მონაცემებით დაახლოებით 130-150,000-მდე ადამიანი. თუ აფხაზური მხარე თვლის რომ 200-ზე მეტია. ნუ გასაგები ისინი ცდილობენ უფრო მეტი ციფრი აჩვენონ, რომ ზოგი ჩაწერილია, მაგრამ სხვაგან ცხოვრობს. 130-დან 150,000-მდე დაახლოებით, აქედან 50,000 დაახლოებით გალის რაიონი. თვითონ აფხაზები ომამდე 92 წლის ომამდე იყვნენ დაახლოებით 95,000, დღევანდელ აფხაზეთში, როგორც თვითონ წერენ, αρიან დაახლოებით 50,000. დანარჩენი ნაწილი გადახვეწილია 30,000-მდე აფხაზი, გადახვეწილია რუსეთში, იქ ცხოვრობენ, მუშაობენ, ბიზნესს აწარმოებენ, ჩადიან სოხუმში, მაგრამ არ ბუნდებიან ბევრი მიზეზის გამო. ამიტომ მათთვის ეს არის პირველი პრობლემა, რომ გენოფონდის გადარჩენა, მეორე ისეთ საშინელ მასშტაბებზეა საუბარი ნარკომანიის და კრიმინალური სიტუაციის, მიუხედავად იმის, რომ ანქვაბმა რაღაც ზომები მიიღო, მიუხედავად ამისა ძალიან რთული სიტუაცია ამ კუთხით. ჩვენ საუბრობთ ახლა რუსეთზე, აფხაზეთზე, არ საუბრობთ საქართველოს და საქართველოს მიმართებას, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ახლა ჯერჯერობით არ გამოჩნილა ისეთი პიროვნება, რომელიც პირდაპირ იტყვის საჯაროდ, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ უნდა შევრიგდეთ რაღაცა, მაგრამ სხვადასხვა ფორმებით ისინი ამას ამბობენ. გასაგებია, რომ ეშინიათ პირდაპირ საჯარო განცხადებების, თუმცა პირად საუბრებში ამას არ უარყოფენ, ამბობენ, თუმცა არის ძალიან რადიკალურად განწყობილი ნაწილი, ჩვენ ილუზია არ უნდა გქონდეს, მაგრამ არის სხვა ნაწილიც, ვისთანაც ახლა როცა მე ვრეკავ, ან ჩემი კოლეგა, ან ჩემი მეგობარი აქედან, ან უცხოეთიდან რეკავს, ევროპიდან რეკავს სოხუმში, ხომ კარგად იციან, რომ ალბათ მარტო თვითონ არ უსმენენ ოჯახის წევრები და იმიტომ პირდაპირ ამბობენ, ეს არისო ხალხის დიდი ნაწილის აზრი. უნდა მომწიფდეს ეს სიტუაცია, რომ მოხდეს შერიგება, ოღონდ დისტანციაზე კი არა. რასაკვირველია ახლა ამ შემთხვევაში მინდა კითხოთ, თქვა სახელმწიფო პოლიტიკაზე, თუ ჩანს, თქვა ქართული მხრიდან სახელმწიფო პოლიტიკის რაიმე, არ ვიცი, ჩანასახი კონცეფცია, რომელიც თქვა ამ პროცესს ხელს შეუწყობს. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, ჟენევაში ვხვდებით, რაღაცაზე საუბარი მიდის, მაგრამ რამდენად ქმედითია ეს, რამდენად ქმედითია ქართული მხარის საქმიანობა. ახლა 90-იანი წლებიდან, 94 წლიდან ამაზე მე ხშირად გამოვდიოდი, წერდი, რომ არ იყო ეს სახელმწიფოებრივი სტრატეგია, კონცეფცია არ ჩანდა. თუმცა ახლა ყველაფერს ხომ ვერ გაითვალისწინებ გეგმაში, იმიტომ რომ სიტუაცია იცლება, მაგრამ ჩონჩხი უნდა იყოს. მინდა გითხრათ, აქ არ შეიძლება ორ უკიდურესობაში ჩავარდეთ. ერთი უკიდურესობა, რომ ჩვენი ძმები ხართ, მეგობრები ვართ, ასე შემდეგ, მეორე სულ გინება, მარიონეტები და ასე შემდეგ. აქ საჭიროა ზომიერების გრძნობა და პრაგმატული მიდგომა. და რაც თავარია, ისეთი მიდგომა ეს პიარის და პროპაგანდისტული მანევრების გარეშე. ამასინად ერთ-ერთმა ცნობილმა აფხაზმა პოლიტოლოგმა დაწერა სტატია, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იქ ერთი თვის უკან, რომ რა გახდა უკაცო თბილისი ყოველთვის რაღაცას თავაზობსო, ხან ამ იდეას, ხან მეორე იდეას, ხან მედიცინის კუთხით, ხან რკინიგზის კუთხით, ხან იმის კუთხით, ჩვენ ყველაფერზე უარს ვამბობთო. როგორ გამოვიყურებითო ჩვენ აფხაზებიო სოფლიოს წინაშე ნებისმიერ ინიციატივაზე უარს ვამბობთო. მაინც განვიხილოთო რა, შეიძლება რაღაცა იყოსო იქ ისეთი, რომელიც რაციონალურად ჩვენს გვაწყობსო. უარი არ უთხრათო პირდაპირ პირველივე შემოთავაზებით. ერთი კვირა
მაინც ვიფიქრო. ხო, ვიფიქრო და მე იმ ფიქრში ხომ შეიძლება გამოჩნდეს რაღაცა აზრი, იმიტომ რომ ეს აზრიც არსებობს. და ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მეორე ნაწილიც რომ არა თბილისი ახალ ხაფანგს გვიწყობს ჩვენ, აი ეს რკინიგზის გახსნა უნდათ. მერე აქ ქართველები დაბრუნდებიან, რა პირობები დაბრუნდებიან, ვინც იქ ცხოვრობდა, სხვა ბინაში ვინ გადავიდა, სხვა სახლში ვინ გადავიდა, ასე შემდეგ. აქ ბევრი მომენტი არა მარტო იდეოლოგიური, არამედ ქონებრივი საკითხი. ხო, ამიტომ ეს უკვე ეს დისკუსია არის აფხაზურ საზოგადოებაში. თუმცა შიდა პრობლემები აქვს ძალიან მწვავე, ზოგჯერ არ ცალიათ ჩვენთვის. ეს არის. ამბობენ რომ ჩვენ მაინც და მაინც არ გვაინტერესებს რა ხდებაო თბილისში, მაგრამ რეალურად ხომ ვიცით რომ შეიძლება პრესაში იმდენი არ ჩანს, მაგრამ ნამდვილად ძალიან დიდი ინტერესით უყურებენ იმას რა ხდება თბილისში და ელოდებიან ამ სიტუაციის მოწესრიგებას იმ კუთხით რომ მათ ძალიან ეშინიათ ეს უმართავი პროცესების. ეშინიათ იმისი რომ როგორც თქვენ თვით რომ ერთ ჩვენი ერთ დღეს შეიძლება რუსეთის ხელისუფლებამ უარი უთხრას ხარდაჭერაზე და უთხრას თქვენ შერიგდეთ ჩვენ პრეტენზია არ აქვს ქართველებთან თქვენ თვითონ უნდა შერიგდეთ რომ აფხაზებს კარგად ესმით რომ როგორც ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილს ესმის რომ რუსეთი უარს არ იტყვის აღიარებაზე მაგრამ რუსეთი ამბობს ასეთ ფორმულას გვაძლევს როგორც ტესტი არის ხო თუ ქართველები და აფხაზები მოელაპარაკებიანო ჩვენ ამის წინამდე გარავართ ერთ სახელმწიფოში ცხოვრობ. რასაკვირველია ეს მოლაპარაკება შესაძლებელია თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის რაღაცა ჩონჩხი გამოჩნდება და ორივე მხარეს ინტერესები იქნება დაცული. მაგრამ ამის ეშინიათ ერთ ნაწილი. მეორე ნაწილი ცდილობს ამ პროცესების გააქტიურებას. ამიტომ თვითონ შიგნით ეს იწვევს აი რუსეთ-საქართველოს ნორმალიზაციის რაღაცა პატარა ტენდენცია იწვევს დიდ აჟიოტაჟს და დიდ დისკუსიებს. ძალიან დიდი მადლობა თენგო. თენგის ბაჭკოია ჟურნალისტი იყო მატრიცის სტომარი გადაცემის შემდეგ ნაწილში სრულად განსხვავებულ თემაზე საქართველოში ქურთული დღეების შესახებ. 17 მარტს ქურთთა ახალგაზრდობის კავშირის ორგანიზებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება გამოფენა, რომელიც ქურთული რადიოს მუშაობის 35 წლის თავს ქურთულ სახალხო თეატრსა და ანსამბლებს ეძღვნება. მატრიცაში კავშირის თავმჯდომარე ელენე ხუდოიანი რეკლამის შემდეგ. ხვალიდან 3 დღის განმავლობაში ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში ქურთთა დღეები გაიმართება. გაიმართება სპეციალური გამოფენა, რომელიც ქურთული რადიოს მუშაობის 35 წლის თავს ქურთულ სახალხო თეატრსა და ანსამბლებს მიეძღვნება. ღონისძიების ორგანიზატორია ქურთთა ახალგაზრდული კავშირი, რომლის თავმჯდომარეც ელენე ხუდოიანი დღეს მატრიცის სტომარია. საღამოშტობის ელენე დიდი მადლობა მოსწისთვის სიმართლე გითხრათ ჩემთვის იყო სიურპრიზი რომ არსებობს საერთოდ ქურთული რადიო და ის 35 წელია მუშაობს რაღაც დაფარულია ესე ვთქვა ესე ყველა მარის არ არის დაფარული ნამდვილად იმიტომ რომ ყოველ კვირა დღეს გადის ეთერში 9:30-ზე 15 წუთის განმავლობაში ანუ საზოგადოებრივი მოწყობილობის ბაზაში უბრალოდ მე არ ვიცოდი მინდა მოგვიყვეთ ამ ღონისძიების შესახებ რამდენადაც ვიცი ეს არ არის პირველად როდესაც სტარტდება არა ეგ უკვე ტრადიცია იქცა უკვე მე-13 ატარებს საქართველოში ქურთული კულტურის დღეებს პირველი იყო 2011 წელს ანუ მიუძღვენით მაშინ იყო გამოფენილი ნამუშევრები ჩვენი მხატვრების ვინც საქართველოში დაბადებული იყო და არა მარტო მხატვრების გობელენებიც იყო ხეზე ნამუშევრებიც იყო ასევე კოსტუმები იყო გამოფენილი შარშა ნაციონალურმა მუზეუმმა საქართველოს გამოფინა თავის კოსტუმებიც მანდ იყო თავსაფრები და ძალიან ბევრი ანუ ქურთები აჭარიდან როგორ იცმევდნენ თავის დროზე და ასე შემდეგ და წელს გადავწყვეტეთ რომ მეუძღოთ ეს ღონისძიება რადიოს 35 წლის თავს და რა იქნება ვინც მოვა თქვათ თქვენს ღონისძიებაზე ვინც ჩათვლის რომ უნდა ამის ნახვა რისი ნახვის საშუალება ექნება ეხლა გეტყვით ანუ არა მარტო რადიოს ვუძღოთ ჩვენ ვუძღოთ ასევე თეატრს სახალხო თეატრს დიახ მოგეხსენებათ რომ იყო საქართველოში თეატრი და სხვათა შორის ეგ იყო მე-13 თეატრი რომელსაც მიენიჭა ისე ვთქვათ სახალხოს წოდება ერთ-ერთი იყო რუსული თეატრი თვით ქართული თეატრი და ქურთული ხო და ასევე ანსამბლებსაც მიეძღვნება ვინც მოვა მათ შეუძლიათ ნახონ სურათები სპექტაკლებიდან სურათები ასევე რადიოდან სურათები იქნება მისალმებები იმათი ვინც საქართველოში უკვე აღარ არის მაგრამ მოღვაწეობს და აგრძელებს მაგზით მოღვაწეობას საზღვარგარეთ ასევე იქნება აფიშები ძალიან ბევრი აფიშები რაც იყო იმ პერიოდის
რომელი წლიდან არის ეს? ეგ არის საერთოდ 78 წლიდან. კი. ანუ რადიო დაარსდა 78 წელს, თვით თეატრი კი და 79 წელს დაარსდა. იმის მერე რადიო რამოდენიმეჯერ იყო დაკეტილი, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ რაღაც არეულობის პერიოდებში. 90-იან წლებში თეატრიც დაიშალა. ახლა თეატრი არ არსებობს. არ არსებობს თეატრი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამით შევახსენებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ იყო თეატრი და გჭირდება ნამდვილად, იმიტომ რომ იმაზე უკეთესი არაფერი არ არის, როდესაც თქვენ ისმენთ, ანუ სპექტაკლს თქვენ ენაზე. ალბათ ძალიან დიდი. ჩვენ არ მოგვისმენია, ჩვენ თაობას ნამდვილად არ მოусმენია. ფიქრობთ აღდგენას ამ თეატრის არის რაღაც გეგმები? დიახ, არის გეგმები ნამდვილად, მაგრამ ჯერჯერობით სიმართლე გითხრათ, კადრების უკმარისობაც არის, იმიტომ რომ თვით რეჟისორი ვინც იყო თეატრის გარდაიცვალა ბატონი მურად ჯაფაროვი, ძალიან დიდი ღვაწლი აქვს მაგას ამ თეატრის მუშაობაში მიცემული და რაც შეეხება დღევანდელ დღეს თვით მსახიობებიც არც ისე ბევრი დარჩნენ საქართველოში. უმეტესობა არის საზღვარგარეთ, რუსეთშიც, ერთ-ერთი მაგალითად რუსეთში აგრძელებს ამ საქმეს და მან აქვს თეატრი გახსნილი, ბატონი შალიკო ბეკასი არის და გეგმავთ, ფიქრობთ, მაგრამ ამისთვის ჯერ გვჭირდება რომ მოვამზადოთ ახალი თაობა. თავისთავად ენა შევასწავლოთ იმ დონეზე, რომ იცოდნენ და გამოვიდნენ სცენაზე და ვიმედოვნებთ, რომ იქნება. ზოგადად საქართველოში ძალიან ბევრი ნაციონალობა ცხოვრობს, ბევრი ეთნოსი ცხოვრობს და ყველას თავთავისი რაღაც გარკვეული პრობლემები. რა პრობლემები აქვს თქო საქართველოში ქურთებს? რა არის მთავარი პრობლემა? იქნა გამომდინარე რომ წარმოვადგენ უფრო ახალგაზრდა ქურთებს. მე შემიძლია ალბათ გითხრათ ახალგაზრდებს რა პრობლემებიც აქვთ. ნუ თქვენ წინვალეთ საუბრობთ ქართულად. როგორც ვთქვი ეს ყველას არ აქვს და შესაბამისად სწავლების პრობლემები არსებობს. იცით რა, დიახ ნამდვილად არის მიუხედავად იმისა რომ ახლა ჩემს თაობას უფრო დიდი პრობლემა ჰქონდა ქართული ენის შესწავლის, იმიტომ რომ მე მაგალითად რუსული სკოლა მაქვს დამთავრებული ასევე უნივერსიტეტიც. დღესდღეობით ყველა ქართულ სკოლებში არიან, მაგრამ მაინც დგას იმის პრობლემა, რომ ენა არ იციან. ნამდვილად ამის პრობლემა არის და იმის პრობლემაც არის, რომ შემდგომში ჩაბარებისაც უცნელთ, ნამდვილად ძალიან უცნელთ, იმიტომ რომ ჩვენზე არ არის არანაირი კვოტები, რაც თქვათ მაგალითად არის სხვა ეთნოსებზე, იგივე აზერბაიჯანელებზე, სომხებზეც არის გათვალისწინებული, ჩვენზე არ არის გათვალისწინებული ეგ. იგივე პრობლემები გვაქვს, თქვათ, რომ ელემენტარული ის პრობლემა არის, რომ თეატრი არ გვაქვს, ანუ საშუალება იმისი არ გვაქვს, რომ თუმცა ეს უკვე ესეთი პრობლემა რეჟისორების და მსახიობების ნაკლებობის პირობებში ამის კი, მაგრამ მანამ სხვათა შორის ჩვენ ძალიან ვცდილობდით, რომ ჩამოგვეყალიბებთ, ანუ ელემენტარული ის, რომ საცეკვაო დასიც კი აღარ აქვს. იმიტომ რომ იმის საშუალება არ არის დარბაზის საშუალება. ძალიან ბევრჯერ მქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით რაღაც პრობლემების გამო არ არის, არც ეგ არ არის. ანუ ვერ ვითარდებით ისე რომ ვთქვათ კულტურულ სფეროში და ისე რა თქმა უნდა ყველა მუშაობთ, ვცდილობთ რომ თავი გამოვიჩინოთ. არის პრობლემები ესე იგი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენასთან დაკავშირებით. კი, ნამდვილად. და სხვათა შორის ძალიან დიდი პრობლემა არის ჩვენი ენის შენარჩუნების. იმიტომ რომ ახალმა თაობამ არც ისე კარგად. არ არსებობს რაიმე თქვა სპეციალური ცენტრები, შეკრების ადგილები, აი მაგალითად თქვენ კავშირი ხო იგი? თბილისში არის ცენტრი, ეგ არის ეზითა სახლი, სადაც ტარდება გაკვეთილები, მაგრამ თვითონ ეზითა სახლი, ანუ ისე ვთქვათ, შენობა არც ასეთი დიდი არის და არ აქვს იმის საშუალება, რომ მიიღოს ძალიან ბევრი მოწაფე. იმიტომაც ამის საშუალება აქვს მარტო ვთქვათ 20-მდე ბავშვს რომ შეისწავლოს ენა და დანარჩენი რჩება ოჯახებში ვთქვათ იმის ოჯახებში რა თქმა უნდა მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ ოჯახებში უფრო ალბათ უკვე შერეული ენა არის მან რაღაც ქართულიდან შემოვიდა რაღაც შემოვიდა რუსულიდან ძალიან ბევრი ვინც წამოსულია სომხეთიდან მაგალითად სომხური სიტყვები არის შემოსული და უფრო იციან ისე რომ ვთქვათ ბытовой язык ხო მაგრამ ისე წვინავლეთ ხა არ ლაპარაკობ. არ არსებობს ამი თქვა სახელმძღვანელო არ არსებობს. სახელმძღვანელო არსებობს, კი რა თქმა უნდა არსებობს. ძალიან გაუჭირდა წინათაობას, იმიტომ რომ გადავიდნენ ჯერ იყო კირილიცაზე და მერე გადავიდნენ უკვე ლათინურზე. კი, ამის მომენტიც იყო რაღაც გადასვლის გაუჭირდათ, მაგრამ დღესდღეობით ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომ შეიძლება დავევიწყოთ ენა. ელენე დიდია თქვა გადინება საქართველოსთან pravda თქვენ ახსენეთ რომ თქვა მსახიობების ნაკლებობა არის ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა სად მიდიან რუსეთში უფრო დიდი ეხლა თქვენ მოგეხსენებათ რომ რაღაც არეულობის პერიოდში ძალიან ბევრი იყო ანუ არა მარტო თქვა ქურთები მაგრამ სხვადასხვა ეროვნებები რაც შეეხება ბოლო სტატისტიკის მიხედვით ის იყო 2002-ში გაკეთებული საქართველოში დარჩნენ 18000 ქურთი ნუ ხარ ვიცი მაგრამ რაღაც შეიძლება უფრო მეტი იყოს
20-ამდე. იმის მერე 2008 წელს ძალიან ბევრი დიდი ნაკადი იყო გასული აქედან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი დაბრუნდა კიდეც საქართველოში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ გაკეთდება ვთქვათ ხელახლა აღრიცხვა, კი ძალიან ბევრი დააკლდება საქართველოს. ტრადიციულად ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ თქვა ქურთული ოჯახების მრავალშვილიანები იყვნენ, ძალიან ბევრი შვილი ყავდათ, ჩემს უშში ცხოვრობდნენ. ეხლა ჩემს მაგალითზე ავიღოთ, იმიტომ რომ დედის ერთა ვარ. ხო, ნამდვილად, მაგრამ კი ტრადიციულად ეგ იყო, მაგრამ დღესდღეობით ალბათ უფრო ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე 2-3 შვილიც უკვე კაია. მაგრამ ჩემ დიდ ბებეს მაგალითად 11 შვილი ყავდა. რამე კითხოთ, იყო თქვათ გარკვეულწილად მაინც როგორ ვთქვათ, კომპაქტურად ცხოვრობდნენ ხოლმე, ხო? სხვადასხვა უბნებში. სხვადასხვა უბნებში, მაგრამ ესე კომპაქტურად. ეხლა ესე აღარ არის თითქოს. კი, გაფანტულები. გაიფანტა ძალიან, ხო, სიტუაცია. მაგრამ უბნებში იცით როგორ იყო, ანუ საერთოდ ქურთები ყოფებიან ტომებად. ხო და ყოველივე ტომს უნდოდა რომ ერთად ეცხოვრა, თქვათ ერთ და იგივე ქუჩაზე, მაგალითად და ასევე იყო, მე როგორც ვიცი, ვერაზე ცხოვრობდნენ ერთი ტომის წარმომადგენლები, მაგალითად მარჯანიშვილზე სხვა ტომის წარმომადგენლები. კი, შერჩა, ახლა უფრო ალბათ შერჩებოდა აი კუკის მხარეს და აქეთ, მაგრამ უმეტესობა გაიფანტა ქალაქში. მაგრამ მაინც და მაინც უფრო მეტი ქურთი ცხოვრობს თბილისში, კი არის ნაწილი ძალიან დიდი თემის თელავშიც, კახეთში, მაგალითად სოფელი იყო ესეთი ხირსა, მან მთლიანად სოფელი იყო ან ქურთებით კომპაქტურად ცხოვრობდნენ, მაგრამ დღესდღეობით მანდ არის 2 ოჯახი, დარჩა, მეტი აღარ არიან. აჭარაში არიან ბევრი, მანდაც არის თემი და ჩვენ რეგიონებში ნაკლებად. ძალიან დიდი მადლობა, ელენე, საინტერესოა, იმიტომ სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით, მე ერთხელ მომიწია ყოფნა ხორცელში და ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგე. თუმცა ძალიან ბევრი წელი გავიდა და რაღაცები დამოვიწყდა. ამ დროს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს საქართველოში მცხოვრებ ქურთებს. ძალიან საინტერესო ამბებს ყვებიან ისინი, თქო და როგორმე მოვიცალოთ მოგზაინე ჩემს რასტუმრად და ისტორიაზე ვისაუბროთ. დიდი მადლობა ელენე ხუდიანი. ქურთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე იყო, მატრიცის სტუმარი, გადაცემა დასრულებულია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიწყება საქართველოში ქურთული დღეები 3 დღის განმავლობაში. თქვენ გექნება საშუალება ნახოთ ის ექსპოზიცია, რომელიც ეძღვნება ქურთული რადიოს, ქურთული თეატრის და ქურთული ანსამბლების მოღვაწეობას უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში. მოგესმინოთ საჯარო გამოსვლებს ამ თემაზე. მატრიცა კი ამით დასრულებულია. ზუსტად 8-ზე თეაშველის ბიზნესის დრო პირდაპირ ეთერში. მე ხვალამდე ნიმუშდებით.